მოგესალმებით. დღეს გადავწყვიტე რომ მოусმინო და განვიხილო სიმღერა, რომელსაც ძალიან ველოდი. რატო ველოდი ამ სიმღერას? იმიტომ რომ ეს არის განდაგანას რემიქსი, ქართული განდაგანას რემიქსი ფრანგულად. რითი დაიწყო ყველაფერი? პატარა პრეისტორია. მეც, ალბათ როგორც უმეტესობას, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, შემხვდა ასეთი TikTok-ი. J'arrive, ça regarde de travers, capuché parce que je suis trop cramé. J'avance avec équipe armée, je m'organise comme si je mourrais jamais. Mon amour, je vais rentrer tard, étrier le ciel, fait noir. Ils font tous des petits pas dès qu'ils aperçoivent la guitare. Anina nani nina oh, tanina nina nina oh, anina nani nina oh, tanina nina nina oh, anina nani. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ქართული ხალხური განდაგანა, გადაკეთებული თანამედროვე სტილში მუსიკალურად, თუმცა შენარჩუნებული აქვს ორიგინალური მისამღერი. პირველ რიგში დავინტერესდი ვინ არის გიმსი და შეგიძლიათ დამცინოთ კომენტარებში, მაგრამ თვითონ არტისტის სახელი არაფერს არ მეუბნეოდა, თუმცა პატარა რესერჩის მერე აღმოვაჩინე, რომ გიმსი არის აი ამ სიმღერის ავტორი. და სავარაუდოდ ეს სიმღერა უმეტესობამ ვიცით და გვახსოვს ბავშვობიდან და როცა მივხვდი რომ ეს არის ის ადამიანი რომელიც მღეროდა ამას 11 წლის წინ მივხვდი რომ ძალიან საინტერესო რელიზი გველის. მოკლედ Genius-ზე მომზადებული მაქვს ტექსტი რომელსაც ვერ გავუგებ იმიტომ რომ ფრანგულ ენას არ ფლობ და ცოტა მოგვიანებით ChatGPT-ის თარგმანს ვკითხავ. პირველ რიგში რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. თავიდან როცა მოვისმინე ეს ტიზერი, მქონდა ასეთი ეჭვი და პატარა შიში, რომ ტიპი აიღებს ქართულ აი ამ ხალხურ მუსიკას, განდაგანას და გაასაღებს როგორც საკუთარს. ანუ გარკვეული შიში ასეთი მქონდა. ხო და როცა გავხსენი Spotify და დავინახე ეს cover სურათი, ეგრევე ყველა ეჭვი და ყველა შიში გაქრა. რატომ გაქრა? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ სრულყოფილად ქართულ სტილისტიკას. ეს არის ქართული კავკასიური მთები, მოთოვლილი. ცენტრში თვითონ შემსრულებელი არტისტი გიმსი, რომელსაც აცვია ჩოხა. არწივიცაში უკან ტრეკის სახელი, რომელსაც გადაწყვიტა რომ დაარქვას ნინაო. რაც სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მისამღერიდან გამომდინარე ნინაო არის ყველაზე როგორ თქვა, საერთაშორისო მსმენელისთვის ყველაზე დამამახსოვრებელი ნაწილი. და ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულად წერია იგივე ანოტაცია, ანუ არტისტი გიმსი და სიმღერის სახელი ნინაო. მოკლედ, შეუდგეთ მოსმენას. J'arrive, ça regarde de travers, capuché parce que je suis trop cramé. J'avance avec équipe armée, je m'organise comme si je mourrais jamais. Mon amour, je vais rentrer tard, étrier le ciel, fait noir. Ils font tous des petits pas dès qu'ils aperçoivent la guitare. Anina nani nina oh, tanina nina. ხო, ეს არის ჯერჯერობით იგივე ფრაგმენტი, რაც უკვე იყო ტიზერში. წესით იქნება ახლა კიდე მეორე ვერსი დაახლოებით მსგავსი და მე უკვე არც ერთ ტიზერში არ გვინახავს თუ რა არის. უსმენთ. J'ai fait des choses regrettables, c'est ça t'es toujours en pétard. T'es mal l'équipe, redoutable, je connais la nuit comme les guettards. Passe la douane, y'a rien à regarder, de toute façon je suis bouqué sur toute l'année. On s'est vu le temps d'une soirée, encore un petit cœur à réparer. Mon amour, je vais rentrer tard, étrier le ciel, fait noir. Ils font tous des petits pas dès qu'ils aperçoivent la guitare. Anina nani nina oh, tanina nina nina oh, anina nani nina oh. ძალიან კაი დროპი იყო, უბრალოდ აი სიცარიელე მეორე დროპის მეორე ტაქტის დაწყებისას.
ისევ მისამღერი ერთ ოკეი, ანუ შემოიფარგლა ორი ვერსით. ცოტა ხანში განვიხილოთ თუ რაზე არის ეს ვერსები, იმიტომ რომ ფრანგული ალბათ არც ერთმა არ ვიცით, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. მაგრამ ჯერჯერობით, რავი, ძალიან არანჟირების კუთხითაც არის ძალიან კარგად გაკეთებული. მოусმინოთ ბოლომდე და აუხსნი რას გულისხმობ. ოკეი, ტრეკის მეორე ნახევარი არ გამოირჩევა რაღაცა როგორ თქვა, მრავალსიტყვიერებით, თუ ეგეთი სიტყვა არსებობს საერთოდ. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ აი აქედან უკვე DJ-ის ნამუშევარი იწყება, სად არის. ხო, აი მეორე მის სამღერის მერე. ანუ როგორი სტრუქტურა აქვს თვითონ სიმღერას? ვერსი, პრეკორუსი, ქორუსი. მეორე ვერსი, ისევ პრეკორუსი, ქორუსი. და მე იწყება ასეთი, როგორ თქვა, კლუბური მუსიკა, ანუ ესეთი დაფიჩული ვოკალების თამაში, ასე ვთქვათ. მისამღერი, ისევ დაფიჩული ვოკალების თამაში, ისევ მისამღერი. აი ამ ნაწილს გულისხმობ. მოკლედ, არ ვიცი, მიქსინგის კუთხითაც და ყველანაირად ჟღერადობა, ბითი როგორ არის გაკეთებული, ძალიან მაგრად ჟღერს და ერთი ვანგა უნდა ჩავრთო, მოდის ზაფხული და საქართველოს ყველა ბარში იქნება ჩართული ეს, ანუ დარწმუნებული ვარ ამაში. არ ვიცი, ვისზე არის გათვლილი ეს ტრეკი, ასე ვთქვათ, როგორ მსმენელზე, თუმცა ქართველი მსმენელის გულში 100%-ით მოხდა ეს ნამუშევარი. ეხლა გადავიდეთ, მოდი ტექსტზე. ეს არის თარგმანი, რომელიც მომცა ჩატმა GPT-მ და მოდით წავიკითხოთ. ესე იგი, დროზე რომ მოვდივარ, გადამწყვეტად მიყურებენ, ქუდით, რადგან ზედმეტად ცნობადი ვარ. მოძრაობ შეიარაღებულ გუნდთან ერთად, ვგეგმავ თითქოს არასდროს მოკვრები და ეს არის პირველი ვერსი. მერე მოდის პრეკორუსი, ჩემო სიყვარულო გვიან დავბრუნდები, ცისფერი უნაგირი, შავი ფერარი. ყველა პატარა ნაბიჯებით მოძრაობს, როგორც კი გიტარას ხედავენ. და მერე მოდის ის ნანინანანინინაო. მერე მეორე ვერსი, რაღაცეები გავაკეთე, რასაც ვნანობ, ასე ხდება, როცა მუდამ გაღიზიანებული ხარ. შეხედე ჩემს გუნდს, დაუნდობელია. ღამე ისე ვიცნობ, როგორც გვეტა. საბაჟოზე გავლა არაფერია სანახავი, ისედაც მთელი წელი დავჩავშნე. ერთხელ ვნახეთ ერთმანეთის საღამოს განმავლობაში, კიდევ ერთი პატარა გული გასარემონტებლად, ძალიან მიყვარს ChatGPT-ის თარგმანი. და მერე მოდის ისევ ეს პრეკორუსი და ისევ მისამღერი. არ ვიცი რამდენად სწორია ეს თარგმანი, მე მგონი Google Translate-ს აზრი არ აქვს, რომ თუ GPT ასე თარგმნის. არ ვიცი, მე მგონი კლასიკური ისეთი ორ წუთში დაწერილი ტექსტია თითქოს. თუ სწორად არის გადათარგმნილი ისევ და ისევ ვაზუსტებ. უფრო მეტი საქართველოს ირგვლივ რო ყოფილიყო ტექსტი, უფრო სასიამოვნო იქნებოდა ჩვენთვის. თუმცა შეიძლება უკვე ბევრს ვითხოვთ, არ ვიცი. საბოლოო ჯამში ძალიან მომწონს ტრეკის არანჟირება. ანუ პრეკორუსი, როგორც ასეთი, არის ჩასმული ძალიან კარგად. რას გულისხმობ მე? შესავალი ჩვეულებრივად ფანდურით. და იწყება პირველი ვერსი, მაგრამ ის იწყება არა რაღაცა smooth, არამედ აი
პირდაპირ დროპი არის რა, ანუ აქ კიკიც გვაქვს, ბასიც გვაქვს, ანუ ჩოლებრივი დროპი არის პირველ ვერსთან ერთად. Trop cramé, j'avance avec équipe armée, je m'organise comme si je mourrais jamais. Mon amour, je vais აი აქ იწყება ფრეკორუსი. განდაგანას ორიგინალში როგორ იქნებოდა ესე იგი წყალსნაფოტი ჩამოქონდა, ალვის ხის ჩამონათალი, ადექნაფოთ მომიამბე საყვარლის შემონათვალი, მე მგონი არ მახსოვს ზუსტად და ეგრევე მისამღერე. აქ კიდე გრძელდება ერთი 4-ხეულით, აი ამ პრეკორუსით. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ პრეკორუსის დროს იკარგება კიკი. Comme si je mourrais jamais. Mon amour, je vais rentrer tard et trier le ciel. Fait noir, ils font tous des petits pas dès qu'ils aperçoivent la guitare. და მისამღერე ისო, ანუ მნიშვნელოვანია რომ დროპი ყოფილიყო პირველ ვერსზე და რომ დროპი ყოფილიყო მისამღერზეც. თუმცა პირდაპირ რო გადაკვეთილიყო, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა რომ მათ შორის რაღაცა იყოს. რაღაცა რაც გაანეიტრალებს, ასე ვთქვათ, თან თვითონ floats სიტყვების ძალიან საკაიფოდ იცვლება რა. ანუ ვერსის განმავლობაში უფრო მჭიდროდ ალაგია სიტყვები, ასე რომ ვთქვათ. და პრეკორუსზე არის აი ესეთი უფრო ნახტომებით რა. და აი პაუზისთვის აკავებს დროს. და რაც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია. J'avance avec équipe armée, je m'organise comme si je mourrais jamais. Mon amour, je vais rentrer tard et trier le ciel. Fait noir, ils font tous des petits pas dès qu'ils aperçoivent la guitare. და მისამღერე. ძალიან მაგრად არის გაკეთებული მრავალ ხმოვნება, ანუ მრავალი ხმა ერთად დადებული. რას გულისხმობ აი მისამღერის განმავლობაში? თვითონვე ფონად ლეერებად ადევს მისივე ხმა სხვა ტონალობებში, ანუ ჩვენ გვესმის მაღალი, საშუალო ტონი და მთავარი ვოკალი იმ როგორც თქვა ტონალობაში, რომელშიც მღერის ყველა ვერსს. რა ძალიან ლამაზად გამოდის თვითონ მისამღერე. J'ai fait des choses regrettables, c'est ça t'es toujours en pétard. T'es mal l'équipe, redoutable, je connais la nuit comme les guettards. Passe la douanière. აჰა, ანუ მისამღერს და მეორე ვერსს შორის ასევე გაკეთებული არის, ანუ ეს კიკი როცა შორდება და თითქოს აი რიტმი ისვენებს და მერე ისე უგრძელდება რიტმი ვერსის მეორე ნახევარში. Une soirée, encore un petit cœur à réparer. Mon amour, je vais rentrer tard et trier le ciel. Fait noir, ils font tous des petits pas dès qu'ils aperçoivent la guitare. ძალიან მაგარი რელიზია და რაც თორია ძალიან მოულოდნელი. ანუ ეს არის შაუკანიანი არტისტი საფრანგეთიდან, თუ არ ვცდები საფრანგეთიდანაა, ყოველ შემთხვევაში სიმღერა ფრანგულად არის, რომელმაც გადააკეთა განდაგანა. ანუ შეხედეთ უბრალოდ აი ამ cover photos. ოდეს მე წარმოიდგენდით, რომ ამას ნახავდით Spotify-ზე და შეგახსენებთ, რომ ეს არის არტისტი, რომელიც მღეროდა ამას. J'ai tremblé tous les villages et je me disais méfie-toi cette ville-là. Elle répondait ton nom de Bella. არ ვიცი, თავი პარალელურ სამყაროში მგონია, მაგრამ აი როგორი ტრეკიც არ უნდა გამოსულიყო cover photos გამო 10-დან 10 უკვე დამსახურებულია ჩემი აზრით. მაგრამ ამავდროულად ტრეკიც არის არანაკლები, აი დაიმახსოვრეთ მთელი ზაფხული ყველა საკვები ობიექტი და ბარი და კლუბი და აი საქართველოში ყველა ადგილი სადაც კი ხალხი შეკრებილი იქნება ჩართული ეს სიმღერა. ანუ ეს უკვე გარანტირებულია ნამდვილად. მეგობრებო, სულ ეს არის რისი თქვაც მინდოდა ამ სიმღერასთან დაკავშირებით. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ რელიზით. იმდენად კმაყოფილი, რომ პირველად სადე ჩემი თავი ასეთ არ მომწონს
რეაქტს რო ვეძახი, ამიტომაც მოდით განხილვის ფორმატი დავარქვათ. იმიტომ რომ შეიძლება სამომავლოდ შემოვიღო ასეთი რუბრიკა არხზე, რომ რაღაცა საინტერესო ჩემთვის პირადად რელიზი თუ იქნება, სიამოვნებით გაგიზიარებდით ჩემს აზრებს, რეაქტს, კი ბატონო, ამ რელიზთან დაკავშირებით. ამიტომაც გამოიწერეთ არხი. მადლობა ყურადღებისთვის.